დღეს წარმოდგენილი და განხილული იქნა ის პროექტები, რომელიც პრიორიტეტული არის თითოეული რაიონისთვის, კახეთში არსებული რაიონებისთვის, მოსახლეობისთვის პირველ რიგში. აქ არის როგორც წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, ასევე არის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე არის ის გადაუდებელი აუცილებელი პროექტები, რაც ამ ეტაპისთვის რაიონებისთვის და მოსახლეობისთვის არის აქტუალური. ამდენად 2014 წელი იქნება საკმაოდ ნაყოფიერი ინფრასტრუქტურის კუთხით, გაუმჯობესების კუთხით და მიგვაჩნია, რომ ეს გაუმჯობესება დაეთყობა თითოეულ ოჯახს, თითოეულ რაიონს, თითოეულ რეგიონს. საგულება უკვე გამოსულია პრემიერ-მინისტრის, ეს არის დაპროექტების თანხები იმ რაიონებს, რომელსაც აქვთ უკვე გზა პროექტები, უკვე დაიწყება ამ ეტაპისთვის სატენდერო დოკუმენტაციაზე მუშაობა, რადგან დაიწყოს სამუშაოები. Მთლიანობაში რა თანხებს მოიცავს? მთლიანად საქართველოს მასშტაბით გამოყოფილი არის როგორც ჩემთვის არის ცნობილი დაახლოებით 130 მილიონი, თუმცა ამავე დროს აღსანიშნავია ფაქტი, ეს არის მხოლოდ რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ფონდებიდან არის კიდევ სხვადასხვა თანხები, მაგალითისთვის გეტყვით, იგივე თელავის რეაბილიტაციისთვის იცით, რომ 25 მილიონი სხვა არის გამოყოფილი, ამასთან ერთად წყალკანალს აქვს ცალკე თანხები და შესაბამისად ეს ერთობლიობაში იყო განხილული დღეს იმ რაიონების მიხედვით, თუ რა უნდა გაკეთდეს საერთო ჯამში თითოეული რაიონისთვის მიმდინარე წელს. Რონდელი შეხვედრა მიზნად ისახავს კახეთის რეგიონში განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების განხილვას. ერთი ნაწილი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჩვენ უკვე დავამტკიცეთ და ამაზე წინადადებები უშუალოდ მუნიციპალიტეტებიდან შემოვიდა. მეორე ნაწილი არის ჩვენი სამინისტროს ქვემდებარე სამსახურების მიერ განსახორციელებელი პროექტები. ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება კახეთის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სახის პროექტებზე და პროგრამებზე. დღეს გვექნება განხილვა თუ როდის დაიწყება პროექტები და პროგრამები, რა ტემპები იქნება, რა მოცულობის სამუშაოები იქნება, რა უნდა შეასრულონ და გააკეთონ ჩვენმა სამსახურებმა, რა უნდა გააკეთონ მუნიციპალიტეტებმა და შევჯერდებით ყველა საკითხზე, რაც იქნება დასმული მუნიციპალიტეტების მხრიდან, ჩვენი მხრიდან, რომ ერთობლივად აქტიურად დავიწყოთ ადრე გაზაფხულიდან სამუშაოები, ვინაიდან წინა საარჩევნო პერიოდში 2 თვის განმავლობაში ახალი პროექტების ინიცირება იქნება შეუძლებელი და ასევე ბიუჯეტის ცვლილება იქნება შეუძლებელი, მნიშვნელოვანია რომ ყველა პროექტი დროულად დაიწყოს. ამიტომაც მოსამზადებელი სამუშაოები მაქსიმალურად იანვარი-თებერვლის თვეებში უნდა დავამთავროთ, გამოცხადდეს ტენდერები, რომ მარტიდან აქტიურად როგორც კი ამინდები გამოვა დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები.